მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულებს დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი სამინისტროში შეხვდა. მანამდე კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო პროექტების გამოფენა თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მიმდინარეობდა, სადაც ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებლებს საკუთარი გამოგონებები წარუდგინეს. კონკურსში წელს 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ, მათ შორის გამარჯვება სკოლა გორდას 3 მოსწავლემ მოიპოვა. მათ სამინისტროსგან საჩუქრად ფულადი ჯილდო და საგზური ამერიკაში ანალოგიურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადაეცათ. დღესვე სამინისტროში სასწავლო ცენტრ ETIS-ის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ინგლისური ენის გამოცდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული გრანტის მოსაპოვებლად, რაც ერთი წლით ოქსფორდისა და კემბრიჯის საუკეთესო სკოლებში სწავლას და ცხოვრებას გულისხმობს. კონკურსი იყო ლეონარდო და ვინჩი, ავიღეთ მეორე ადგილი და ვთვლი რომ ეს კარგი წარმატებაა ჩემთვის. გადმოგვეცათ ჩემს მეგობრებთან, ასევე ჩემს მეგობრებთან 3000 ლარი და წასვლა ამერიკაში კონკურსზე. ყველაზე არსებით ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო იყო მასპინძელი უბრალოდ ამ ბავშვებისა, რომლებიც საკუთარი ნიჭით, საკუთარი უნარით, მათი ხელმძღვანელობის დახმარებით და შრომით არიან წარმატებულები. სამინისტროს აქტიური მონაწილეობა იმაში, რომ რაღაც სხვა ფორმით შეუწყო ხელი მათ არ მიუღია, მაგრამ ამიტომ ორმაგი არის სიხარული ჩვენი. ნამდვილად ბედნიერი ვარ, 10 ბავშვი იყო ჩვენი ცენტრიდან წარდგენილი და 10-ვემ წარმატებით ჩააბარა ინგლისური ენის გამოცდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინგლისელები იყვნენ ბინგო და ამ 10-ვე ბავშვს საშუალება აქვს მომავალი სასწავლო წლიდან მთელი ერთი აკადემიური წელიწადი ოქსფორდისა და კემბრიჯის საუკეთესო სკოლებში გაატარონ.